de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. ეთერში თქვენ უყურებთ 247 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშულდაძესთან. გასული კვირა ისტორიული იყო ქართული პოლიტიკისთვის. პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველმა პირმა, ფურცელზე ეგრეა. ქვეყნის პირველმა პირმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა მისი უფროსის საქებრად. პრემიერ-მინისტრებისგან ბიძინა ივანიშვილის ლიქნა ვის გვიკვირს? მათ შორის ბრიფინგებიდანაც მოგვისმენია, მაგრამ სპეციალურად ამ მიზნით ჩანიშნული ბრიფინგი არ მახსენდება. მახსენდება ბრიფინგი, სხვადასხვა მიზნით მოწვეული, სადაც ბიძინაც უდიდებიათ და სხვა თემებზეც უსაუბრიათ, მაგრამ მხოლოდ ბიძინას საქებრად მხოლოდ ბიძინას საქებრად პრემიერის ბრიფინგი, რავი, მართლა არ მახსენდება. ბიძინას ლიქნის საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი. და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ვინმე თუ არ იცით, გროსმაისტერი არის უმაღლესი საჭადრაკო წოდება. ქართულად საერთაშორისო დიდოსტატი ქვია, გერმანულად არის გროსმაისტერი. ასევე დამკვიდრდა რუსულში და რუსულიდან შემოვიდა ქოცებში. ეს და გამოიარა. ჭადრაკში არსებობს 4 წოდება. ოსტატობის კანდიდატი, ფიდეს ოსტატი, საერთაშორისო ოსტატი და საერთაშორისო დიდოსტატი. კასპაროვი, ფიშერი, კარლსენი და ბიძინა არიან დიდოსტატები. ძალიან რთულია რომ გახდე დიდოსტატი. მსოფლიოში გაცილებით მეტი მილიარდერია ვიდრე დიდოსტატი. გაიგე, დედამიწაზე ბავშვი რო იბადება, ალბათობა იმისა რომ მილიარდერი გახდება, გაცილებით მაღალია ვიდრე რომ დიდოსტატი გახდება. ბიძინა პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ორივე შეძლო. დიდოსტატიც გახდა მილიარდერი. ვაღიარებ, ძალიან მაღალი დონის ლიქნა იყო კობახიძისგან, თუმცა ირაკლისგან არანაკლებიც გვახსოვს. 2019 წელს ირაკლიმ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით. ჩვენ ვდგავართ ივანიშვილის გვერდით. მაშინ მივხვდი რომ ეს ბიჭი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. თუმცა პრემიერობისთვის მხოლოდ ლიქნა არ გეყოფა, სხვა უნარჩვევების გჭირდება, თორემ მხოლოდ ლიქნა, რავი, ვიღაცებს უფრო მაღალი დონის ლიქნები შემოუთავაზებიათ. მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. მაგალითად, 2019 წელსვე ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, ბიძინა ივანიშვილი თავად არის თავისუფლების წყარო. ანუ მხოლოდ ლიქნის დონე რო საკმარისი იყოს, ზაქარია მუდმივი პრემიერი იქნებოდა. მაგრამ just მაგარ ხელფას ვერ გასცდა. ისტორიაში საუკეთესო ქება მაიაცკიტიშვილს ეკუთვნის. რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მაიაცკიტიშვილმა განაცხადა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ქალბატონ მაიას მაქსიმუმი იყო ვიცე-პრემიერობა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პრემიერობისთვის ბიძინას უმაღლეს დონეზე ქება აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობა. მოკლედ, ლიქნის ხარისხი უკეთესების გვახსოვს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ლიქნებიდან არც ერთი გაჟღერებულა საგანგებო ბრიფინგზე. საგანგებო ბრიფინგი პლუს მაგარი ლიქნა, რავი, ჯამში საერთოდ სხვა განზომილება. თურმე კობახიძის ბრიფინგი უკუღმა რო დაატრიალო. ახლა თურმე კობახიძის ბრიფინგი უკუღმა რო დაატრიალო, მაინც ბიძინას ქება გამო. კობახიძის
კობახიძის ბრიფინგი ყოფილა ლიქნის პალინდრომი. ანუ წაღმა უკუღმა ერთნაირად იკითხება, ეგეთი. მოკლედ, დამწყებო კარიერისტებო. ვინმე კობახიძეს რო აჯობოთ, რამე უნდა მოიფიქროთ, შინაარსობრივადაც მაგარი უნდა იყოს და ფორმითაც. რავი, რამდენიმე იდეას გეტყვით. ვინმე ევერესტზე ადით და იქიდან ლიქნეთ. ასევე თავისუფალია ნიშა ბიზნეს პირველი ლიქნა კოსმოსიდან. არსებობს უკვე კომერციული ფრენები კოსმოსში, რავი, ვინმე ერთი ტენდერიდან გადადეთ ფული და სტრატოსფეროდან მოეფერეთ, ბატონო ბიზნესი. რა, ასევე არ მახსენდება შემთხვევა, რომელიმე ბობოლაკოც ბავშვისთვის ბიძინა დაგერქმიათ. რა იყო, არა აქვს მაგხელა დამსახურება, რომ რამდენიმე ბიძინა გავუზარდოთ ქვეყანას. იფიქრეთ ამაზეც, გამარჯვებული გახდება ის, ვინც გოგოს დაარქვეს. მოკლედ, ხოცებო, იფიქრეთ ამაზეც, თორე კობახიძე ისეთ ლეველს დებს, რომ არ გეღირსებათ აღარავის პრემიერობა, მორჩი. მილიარდერებზე გავაგრძელოთ საუბარი. ილონ მასკი აღარ არის მილიარდერი. ტრილიონერი. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს ამ წუთას გააჩნია ტრილიონი. ტრილიონ რაღაცა აქვს ამ წუთას მასკს. და ეგ რაღაც არის 14 ჯერ მეტი ვიდრე ბიზნეს რაც აქვს. ტრილიონ 100 მილიარდი არის მასკის ქონება. მასკის გადმოსახედიდან მე და ბიზნა მეტნაკლებად ერთნაირად ღარიბები. დაახლოებით ელფონჩი ვარ და ოკეი, თქვენ კი. სადმე რომ დაგპატიჟო, შეიძლება გვერდი დაგსვას. მასკსა და ბიზნას შორის გაცილებით დიდი უთანასწორობაა ფინანსებში, ვიდრე ჩემსა და ბიზნას შორის. ბევრი ადამიანი წუხს, რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს ტრილიონერი. ეს არის სისტემის ხარვეზი, პრობლემა. არ ვიცი, არის ამაში ლოგიკა, მაგრამ არც ისაა ცუდი, რომ ამ ქვეყნად არსებობს სახელმწიფო, სადაც შენი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებით შეგიძლია ტრილიონერი გახდე. ახლა კი რუბრიკა ისედაც დასანქცირებულები ვარ და დავაი ბოლომდე შევბეროთ. იმედმა აიწყვიტა. აქამდე ასეთი არ უკადრეად მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მიიქციეს ჩვენი ყურადღება. იმედის აწყვეტის ტოპ 3 მიმდინარე კვირაში. მესამე ადგილი, სტატია შემდეგი სადაურით. ბლოკი ძლიერი სომხეთი. არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა. სომხეთში იქ. ცოტა გაუტყდათ, რომ სომხეთის არჩევნებში პრორუსი ოლიგარქი დამარცხდა. იმედი აქვე უნდა გესარგებლად მომენტით და კიდევ ერთხელ მიგელოცად გამარჯობა ვიქტორ ორბანისთვის. მეორე ადგილი. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. დავარენდეროთ ჯერ. მაღალ საშუალო შემოსავლიანი. ღარიბებში. თქვენი აზრით იმედის სამეულში რომელი ქვეყნები გვისრებს? ანუ პირველ ორზე ვინ არიან იცით? ჩინეთი და მალაიზია. მესამეზე ჩვენ ვართ. ანუ რა ორღობის რეიტინგია ხვდებით ხო? იმედი თქვენ ცოტა სხვა ზარმაცობთ. რა ის მესამე? ცოტა გეოგრაფია დაიხმარეთ, გეოგრაფიის ფილტრის დააყენეთ და გადაგვიყვანეთ პირველზე. საქართველო კარგი მთავრობის ინდექსით ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველზეა. ან ასე თქვით, სრასოზე დაწყებულ ქვეყნებში პირველზე. და პირველი ადგილი. იმედმა გამოდო ქარდი, სადაც ფინეთის პრეზიდენტს ციტირებს. ალექსანდრ სტუბი, დროა ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. სინამდვილეში კი აი რა უთქვამს სტუბს. ამჟამად ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც უკრაინას სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია უკავია. ამიტომ ჯერა, რომ დროა ევროპა დაუკავშირდეს რუსეთის ხელმძღვანელობას, უფრო კონკრეტულად კი პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებისთვის. ანუ უკრაინა რუსეთს დედას და მგონი უკვე დროა, რომ დაუკავშირდეთ, პირობები დაუყენოთო. გაიგე?
ეს იყო რუბრიკა ისედაც დასანქცირებულები ვარ და დავაი ბოლომდე. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩაანალიზებაზე, ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. დღეს ჩასაანალიზებელი თემისთვის ორი ვარიანტი გქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ან სომხეთის არჩევნები. ხო და ვინაიდან სომხეთის არჩევნები გაცილებით უკეთესი საყურებელი იყო ვიდრე მექსიკა სამხრეთ აფრიკა. ბევრად. ამიტომ ავირჩიეთ სომხეთის არჩევნები. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სომეხ ხალხს უნდა ეთქვა, ვისთან ერთად ხედავს საკუთარ მომავალს, რუსეთთან თუ ევროპასთან ერთად. რუსეთმა ამ არჩევნებში ჩადო მთელი რესურსი. ფაშინიანის და მისი პროდასავლური კურსის წინააღმდეგ. არჩევნებში მონაწილეობდა 3 ბიძინა. საქართველოში მაგალითად რუსეთს არასოდეს გამოუყენებია გეგმა A, B და C ერთად. მაგალითად ჯერ პატარ კაცი შვილით ცადა საქართველოს პროდასავლური კურსის შესვლა, ბადრით რო არ გამოვიდა, მეერე სადეს ბიძინათი. ბადრი და ბიძინა ერთდროულად არ შემოუსევიათ. თან ვერ იტანდნენ ესენი ერთმანეთს. აი სომხეთის არჩევნებში რუსეთმა მოაყარა ყველა რესურსი. მილიარდერი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი, პარტია ძლიერი სომხეთი. მილიარდერი ოლიგარქი გაგი წაროკიანი, პარტია აყვავებული სომხეთი. და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ალიანსი სომხეთი. თორე ის ახლა აყვავებულს ვეღარ დააქვევს, გაიგე აყვავებული თუ უნდა და აგერ არ იყო პრეზიდენტი, აი აყვავებია. ამიტომ აი ეს 3 ოლიგარქი ჩალიჩობდა ფაშინიანის ჩამოგდებას. დამიჯერეთ რომ 2012-ში რაც რუსული ფული დაიხარჯა საქართველოს არჩევნებში, სომხეთში მეტი დაიხარჯა დარწმუნებული. პლუს ღია მუქარა და ზეწოლა რუსეთისგან სომხურ პროდუქციაზე ემბარგო და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს გაუძლო სომხეთმა და არჩევანი გააკეთა ცივილიზებული სამყაროს სასარგებლოდ. ფაქტობრივად სასწაული მოახდინეს ფაშინიანმა და სომეხმა ხალხმა. სომხეთი 10 წლეულების განმავლობაში რეგიონის ყველაზე პრორუსული სახელმწიფო იყო, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, ყარაბაღი. ბოროტების გადმოსახედიდან რო შევხედოთ, რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ყარაბაღის ომში ტოტლებენობა გაუკეთა სომხეთს. ამით რუსეთმა დაკარგა სომხეთ-აზერბაიჯანზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი. რა არის რუსეთის ბერკეტი? ყველას ყველა ეზიზღებოდეს და რუსეთი იყოს მშვიდობის მყოფელი. არ იქნება ტერიტორიული დავები, არ იქნება ზიზღი, რუსეთის ფუნქციაც იკარგება და სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ურთიერთობის ნორმალიზება და რუსეთი თამაშგარეში დარჩა. წარმოიდგინეთ, რანაირი ქვეყანაა რუსეთი, ყველაფერი ცუდად თუ არაა, ისე მისი ადგილი აღარ რჩება. ფუნქცია აღარაა. დედამიწაზე 60 რო დაისადგუროს, ტიპებს დედა სომხეთში არჩევნებს აკვირდებოდა ბევრი სადამკვირვებლო მისია, მათ შორის რუსებიც. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც იქ აკვირდებოდა, განაცხადა, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებმა უამრავი სირთულის და პრინციპული დარღვევების ფონზე ჩაიარა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გვარს სპეციალურად არ ვასახელებ. რავი, ქვეყანაში სადაც ერთ კაცს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს 27 წელია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გვარის ცოდნა ძალიან ნერდობაა. არ არის საჭირო. არსებობს რაღაცები, რისი ცოდნა სასაცილოა. ვინმე მიცით, მაგალითად, ვინ არის ჩრდილოეთ კორეის ომბუდსმენი. იგივეა, იცოდე რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე. ანუ რა შუაში. თუ იმეს მაინც გინდათ ამის ცოდნა, ჩვენი არხი გამოიწერეთ YouTube-ზე, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ და 50,000 გამომწერზე გეტყვით. ახლა საინტერესოა, როგორ გააგრძელებს რუსეთი სომხეთთან ურთიერთობას. რუსეთმა 22 მაისს აკრძალა სომხეთიდან ყვავილების ექსპორტი. 30 მაისიდან შემოიღო დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან ახალი პამიდურის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის და მარწყვის შემოტანაზე. 2 ივნისიდან კურკოვანი კულტურების ნაყოფის, ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის და ვაშლატამას და ახალი ყურძნის შეტანა აკრძალა. 3 ივნისიდან ბადრიჯნის, კარტოფილის და
ჩირის შემოტანაზე. ანუ ყველაზე ბოლოს ჩირი აკრძალეს, იმიტომ რომ ჩირეული მართლა სასწაული აქვს სომხეთში. ესე უცბად ვერ ჩაეხსნები, გაიგე? კარგი ამბავი მაქვს სანქციების გვერდისავლის მოყვარული ქოცი ბიზნესმენებისთვის. სომხეთიდან საქართველოში შემოიტანეთ ჩირი, წიწაკა, პამიდორი, მარწყვი, დაარტყით საბუთი რომ ქართულია წავიდა რუსეთში. რავი, დარწმუნებულიო ჩემი თქვა არ გჭირდებათ, მაგრამ გითხარით მაინც რა. თქვენ კი გექნებათ დაწყებული უკვე დვიჟენია. თან არ ამგონია რომ ამის გამო რუსეთი გაღიზიანდეს. ჩირი არა, მაგის დედავატი. რუსული ემბარგოს შესახებ ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა: ნუ გვაკეთებინებენ არჩევანს წიწაკასა და სახელმწიფოს შორის. დაახლოებით იგივე თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მირზოიანმა. დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არ დავთმობთ. ხოცებს ეტყობა ეს ფორმულირება მოეწონათ და შალვა პაპუაშვილმა იგივე სიტყვებით ევროპა შეუტია. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ანუ ჩვენ შემთხვევაში მარწყვი არის ვიზა ლიბერალიზაცია. და ხოცები მზად არიან ევროპასთან უვიზო დავკარგოთ და მაინც არ გავხდებით დემოკრატიული სახელმწიფო. არა. ტროტუარზე დგომისთვის დაჭერა თუ ვიზა ლიბერალიზაცია. ტროტუარზე დგომისთვის დაჭერა. პოლიტპატიმრების გამოშვება თუ ვიზა ლიბერალიზაცია. პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება. დიქტატურა თუ ვიზა დიქტატურა. საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა და უნდა დიქტატურა იქნება, უნდა ტროტუარზე დგომისთვის დაიჭერს ადამიანებს ციხე, უნდა ციხეში ჩასვავს პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის. მორჩა, ორ ფეხზე მყარად დგავართ ნეხვში. როგორ გაგრძელდება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა? ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, როცა რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა და ამან არ გაჭრა, მაინც გავაგრძელეთ სახელმწიფოს მშენებლობა. შემდეგი ნაბიჯი იყო ომი. 2008 წელს ტანკებით სცადეს ჩვენი განვითარების შეჩერება. ლოგიკურად სომხეთშიც ემბარგოს ომი უნდა მოხვეს, მაგრამ აქ ერთი განსხვავება. რუსეთი უკვე ომშია. სახე ეხევა და მეორე ომის დაწყების რესურსი არ აქვს. ომის დასრულების შემდეგაც რუსეთს ძალიან დიდი ხანი არ ექნება ახალი ომის დაწყების რესურსი. ამიტომ სომხეთს ახლა შესაძლებლობის დიდი ფანჯარა აქვს. შეუძლია განვითარდეს, გაძლიერდეს და სამუდამოდ გაძვრეს რუსული ჭაობიდან. სომხეთში პაშინიანის გამარჯვება ძალიან მაგარია ჩვენთვის. ჩვენი რეგიონიდან რაც უფრო საფუძვლიანად ამოიძირკვება რუსეთი, მით უფრო გაიზარდება ჩვენი შანსებიც. ჯერჯერობით სამყაროში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ჯდება. საკმარისია ესა? არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შეგვიძლია რომ ზომიერი ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ. სულ ესა არის დღეისთვის ვიდეო და ვეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.